Elhamdülillah, elhamdülillah, elhamdülillahi nehmeduhu ve nesta'inuhu ve nestağfiruhu ve ne'udhu billahi min şururi enfusina ve min seyyiati amalina. Men yehdillahu fela mudille leh ve men yudlil fela hadiye leh. Neşhedü en la ilahe illallah vahdehu la şerike leh ve neşhedü enne seyyidena Muhammeden abduhu ve resuluh. Allahümme salli ve sellim ala seyyidina Muhammedin ve ala alihi ve ashabihi ecma'in. Amma ba'du fe ya ibadallah, ittaqullaha ve ati'uh. İnnallâhe me'allezîne etteqev vellezîne hum muhsinûn. Kâlellâhu Teâlâ fî kitâbihil kerîm. Eûzu billâhi mineşşeytânirracîm. Bismillahirrahmanirrahim. İnna enzelnâhu fî leyletil kadr. Ve mâ edrake mâ leyletul kadr. Leyletul kadri hayrun min elfi şehr. Sadakallahul azim. Ve kâle Resulullah sallallahu aleyhi ve sellem: Men kâme leyletel kadri imanen ve ihtisaben gufire lehu ma teqeddeme min zenbih. Sadaka Resulullah fîmâ kâl ev kemâ kâl. Ძვირფასო მორწმუნეებო, მადლმოსილი რამაზანისთვის ბოლო ათეულში ვიმყოფებით. იმ დღეებსა და ღამეებში, რომლებიც განსაკუთრებული მადლითა და წყალობით არის ახსავსი. მორწმუნეთა დედის, კეთილშობილი აიშას რადიალლაჰუ ანჰას გადმოცემის თანახმად, ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ რამაზანის თვეში უფრო მეტად ესწრაფოდა ღვთისმსახურებას. განსაკუთრებით კი რამაზნის ბოლო 10 ღამეს კიდევ უფრო მეტად ღვთისმსახურებაში ატარებდა. ეს დღეები და ღამეები განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან სწორედ ამ პერიოდში უნდა ვეძიოთ ყველაზე მადლმოსილი ღამე, ყადირის ღამე. კაცობრიობის გზამკვლევის უზენაესი ალლაჰის წიგნის ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენა სწორედ რამაზანის თვეში, კერძოდ კი ყადირის ღამეს დაიწყო. ამიტომაც რამაზანი მარხვისა და ყურანის თვეა, რომელიც გვასწავლის სულიერ განწმენდას, მოთმინებასა და ღვთისმოსაობას. ხადისებიდან ცნობილი ხდება, რომ ყადირის ღამე რამაზნის თვარის ბოლო 10 ღამის კენტრიცხვებში უნდა ვეძიოთ. ბევრი სწავლული ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა იყოს რამაზნის 27 ღამე, რომელიც მიმდინარე წელს ემთხვევა 16 მარტს ორშაბათს. თუმცა სწავლულები ასევე აღნიშნავენ, რომ ყადირის ღამე შესაძლოა სხვა ღამეც იყოს და ყოველ წელს სხვადასხვა ღამეზე გადაინაცვლოს. სწორედ ამიტომ მუსლიმმა მთელი რამაზანი უნდა გაატაროს ისეთი შეგრძნებით, თითქოს ყოველი ღამე შეიძლება იყოს ყადირის ღამე. ძვირფასო მორწმუნეებო, ყადირის ღამე ღამეთაგან საუკეთესოა, რადგანაც ყურანის დედამიწაზე მოვლინება ამ ღამეს დაიწყო. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: უეჭველად ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი ყადირის ღამეს. რას გამცნობს შენ? რას ნიშნავს ყადირის ღამე? ყადირის ღამე 1000 თვეზე უფრო უკეთესია. ალლაჰის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული ყოველი ბრძანების შესასრულებლად. ის ღამე ცისკრის ამოსვლამდე მშვიდობითა და ბედნიერებითაა ახსავსი. ამ აიათებიდან ვიგებთ, რომ ყადირის ღამე 1000 თვეზე უკეთესია, რაც ნიშნავს, რომ ამ ღამეში შესრულებული ერთი ღვთისმსახურება შეიძლება იყოს 80 წელზე მეტი დროის ღვთისმსახურებაზე უფრო ღირებული. ამ ღამეს დედამიწაზე ჩამოდიან ანგელოზები და ჯიბრილი და დედამიწა ივსება მშვიდობით,
წყალობითა და ღვთიური მადლით. ეს არის ღამე, როცა ვედრება მიიღება, მონანიება შეისმინება და ალლაჰის წყალობა განსაკუთრებით მოემადლება მორწმუნეებს. ამ ღამეს ზეაპყრობილი ხელები უპასუხოდ არ დარჩება და სინანულის ცრემლები ამაოდ არ დაიღვრება. მორწმუნეთა დედამ აიშა რადიალლაჰუ ანჰამ ალლაჰის შუამავალს კითხა: ო ალლაჰის შუამავალო, თუ ყადირის ღამეს მოვესწრები, რა ვედრება უნდა წარმოვთქვა? შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალლემ მას შემდეგი დუა ასწავლა: ალლაჰუმმა ინნაკა ღაფურუნ თუჰიბულ აფვა ფაჰფუ ანნი. ღმერთო, შენ მიმტევებელი ხარ, მიტევება გიყვარს, მომიტევე მეც. ძვირფასო მორწმუნეებო, ალლაჰის შუამავალი ყადირის ღამის შესახებ შემდეგს გვამცნობს: ვინც ყადირის ღამეს რწმენითა და ალლაჰისგან ჯილდოს მოლოდინით ღვთისმსახურებაში გაატარებს, მას წარსულში ჩადენილი ცოდვები მიეტევება. რამაზნის ეს დღეები და განსაკუთრებით კი ეს ღამე სულის განწმენდისა და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაა. მოდით ეს ღამე ლოცვით, ყურანის კითხვით, ზიქრით, ვედრებით, მოწყალების გაღებით, მონანიებით გავატაროთ. მოვინანიოთ ჩვენი შეცდომები, ვთხოვოთ პატიება ჩვენს გამჩენს და თუ ვინმეს გული ვატკინეთ, მათ წინაშეც მოვიხადოთ ბოდიში და პატიება ვთხოვოთ. ამის შემდეგ კი შევეცადოთ, რომ ცოდვებს აღარ დაუბრუნდეთ და ჩვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი სუფთა ფურცელი გადავშალოთ. ღმერთო უზენაესო, შენ მიმტევებელი ხარ, მიტევება გიყვარს, მოგვიტევე ჩვენც, მიიღე ჩვენი ლოცვები, ჩვენი მარხვა და ჩვენი ვედრება, გვაზიარე ყადირის ღამის მადლს და ბარაქას, მოგვანიჭე სიმშვიდე ჩვენს გულებში, მშვიდობა ჩვენს ოჯახებში, მთელ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში. ელა ინნა ახსენალ კალამი აბლაღან ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله.